მოგესალმებით ჩემს ფასებო. რესტორან ქიშებში ქართული ემიგრანტთან ერთად, რომელიც იმყოფებოდა 9 წელი ემიგრაციაში, მაიკო კაპანაძესთან ერთად, და მისი ულამაზესი და კარგესი მეგობრებიც დააფიქსირეთ შეიძლება. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა დღე ვართ რესტორანში, ეს კარგად იცის ქეთიმაც, ეს მაინც გამონახეთ პროექტის რომ მოსულიყავი და მოგხერებოდი ამ ადამიანებს და მინდა შევსაბამოთ ყველა ქართული ემიგრანტებს თუ შეიძლება რომ შემოიერთდეთ თავაზობთ მარტოს თამადობით ყველა ქართული ემიგრანტს და გაუმარჯოს საქართველოს აკრიბი შოთო დროებით ჩამოსვლას ჩემი სულხდება რომ ჩვენთან ერთად და ძალიან გულწრფელდება რომ ეს მოხდეს მოახერხა შოთო მაგრამ მაინც მოახერხა შეხვედრა მინდა გადავიცეთ საქართველოს რომ სულიერის სიმშვიდე სამშობლოს და შოთამ ჩემი დევიზია 10 წელია შემოძვირფასებო ჩემი დევიზია სამშობლოს გაშორს მაგრამ ყოველთვის სამშობლოსთან ერთად და მე მგონია გაიფანტეთ ყველა ქართველი ბედნიერესი ადამიანი ვარ შოთოს გვერდი ძალიან ენაცვა ძალიან გვერდმა სულ ბედნიერი გამყოფოს სიმართლე გითხრათ ჩვენი შოთო არის ემიგრანტების სული და გული გაიხარეთ პეტრახმების სრულიად ნამდვილად ეს სიტყვები არ ყოფილიყო ემიგრანტებზე რომ საუბრობთ ტელეკომპანია იმეჯმა და ტელეკომპანია მირმა ჩამოვარდა ინტერვიუ ემიგრანტებზე და მინდოდა რომ უსასრულოდ მესაუბრა ამ ადამიანებზე და ერთი სურვილი მქონდა რომ მომავალ წლისობას ერთი ყველა ერთად ყველა ემიგრანტი ჩამოსული ერთად ყველა შექმნილები და ანუ უხეშად როცა ბიბლიასთან და დაბმასდა აი დაგაფიქსირე მოსავლელად ჩამოსულიყვენ და სხვა ჩამოსულიყვენ და აქ გადაგვეხადოს ჩვენ ფული შემოყარდებო ჩემო ემიგრანტებო გიშურებ მალე მაგოში ხარ რატო არ მიატოვე აი გაუმარჯოს ანუ შეიძლება ჩემო ქართველო ემიგრანტებო არის საოცარი განცდა საქართველოში მინდა რომ გიშურებ ყველას მალე ეკონომიკურად ძლიერ, სტაბილურ, გაბრწყინებულ, ბედნიერ სამშობლოში, თორემ გაბარტახებული სამშობლო ჩვენ არ გვინდა. მე 7 წელი ვიყავით ემიგრაციაში და ჩამოვედი და არ დამხვდა ისეთი პირობები, როგორცაც ვიმსახურებთ ქართველიერი. საქართველოში ვარ ჩემს მეგობრებთან და ჩემს უსაყვარლეს შოთოს სიხარულებს. უმესმეობა მაგას უსის რა ისეთ ფილად შემხდა და მე მინდა თვითონ თქვენგან ვთხოვო ქეთის რომ ერთი წუთის განმავლობაში ვუსწრებთ ქართველ ემიგრანტებს აქეთ ცხოვრობ იმდენად თითოეულ ადამიანთან და ერთი წუთის განმავლობაში აუცილებლად რა თქმა უნდა სიამოვნებით უკაცრავად ქალბატონო შეიძლება მარტოს თამადობი რა თქმა უნდა ყველას ეს ნორმალი დაგუნებულება თავის სამშობლოში თავის მეგობრებთან ამინ ჩემო ემიგრანტებო იყავით რაც თავარია პირველ რიგში ჯანმრთელობა გქონდეთ მერე ყველაფერი თავისთავად იქნება ისურვებ უდიდეს ბედნიერებას სიხარულს და გავრცელებულ საქართველოში დაბრუნებას ამინ მე მართლა კი როგორ არა აბა მოკლედ მაგა არის ჩვენი ძალიან დიდი ხნის მეგობარი მინდა ვაგეგრძელო მაგასთან ერთად მინდა ვაგეგრძელო ჩემი ემიგრანტი დედიკო რომელიც ძალიან თქვენ გავგზავნეთ კოცნა არ გამოჩნდა თქვენი ლამაზი გოგო გადავიღე ეს ჩემი ძალიან შეიძლება რომ სასიამოვნო მაგოს და ჩემს დედიკოს პირადად ვუსურებ ძალიან მალე დაბრუნდეს და გვარებსაც დააყოლებს გამეხარდა თამარ ტაბაშიძე და მაგოს და თამრიკოს ვუსურებ დროულად დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში გაბრწყინებულში თავის შვილებთან, შვილიშვილებთან, ახლობლებთან ერთად ძალიან გვენატრებით, ყველა გვენატრებით. გაგიმარჯვეთ და კარგად იყავით. გაიხარეთ, ამინ. თუ კომენტარი
არა ხო? ესე იგი, როგორც ფილმმა მაკომ განაცხადა, რომ ანუ ბიბინეიშვილის შენთვის საჩუქარია არის. ხო და არ ვაჟღერებ რა საჩუქარია ეს და არ ვაჟღერებ. ჯეჯერობის ხო? დიდი მადლობა მინდა უთხრა მას და ორივე სიტყვა უნდა დაუსვა მოკლე ინტერვიუსაც გავაკეთო. მაგრამ მოიწყე დაგისვა კითხვა. რომ როდის წახვედი ემიგრაციაში და ანუ იქიდან ცუდი ეფექტი აქვს. და რამ გადაგაწყვეტე რომ გასულიყავი ემიგრაციაში რა ანუ ცუდი ეფექტი აქვს და ეს კაია. ყველაფერი აუცილებლად პირობების გამო. ეს კაცელი ბანანადო არის შენ განცდები მოკლედ რო არის და აი რა გძნობ როდესაც სამშობლოდან შეგენატრება ოჯახი ან სხვადასხვა დღესასწაულები მენატრება აი როდესაც იქ ვარ ჩვენთვის აი მაქვს ნოსტალგიის შეგრძნება ჩემი საქართველოს სამშობლოს მენატრებით ჩემი შვილი ჩემი მეგობრები ბართან ახლოს ქალაქი აკვავილა და იცი რა ეს აი შენ ოდესმე მიჩნია რომ ყველა იმის ყოფილი ქართლ ყველა ერთად შემოსულიყავთ მაგრამ აი ეს ყოფილა რაოცნებები გაქვს ზოგადად ქართველ ემიგრანტებს და თუ გაქვთ თავშეყრის ადგილები და რაზე საუბრობთ ან ძირითადად ჩვენ ემიგრანტებს გვაქვს კვირაში ოდითვე დაშვენება და ჩვეულებრივი დღე ავდივართ გარეთ, ვართ კაფეებში, ვართ მეგობრებთან ერთად და ვატარებ დროს. ანუ ერთად არიან შეკვეთილი არიან, შეიძლება იღიმოდნენ ემიგრანტები, მაგრამ ძალიან დიდი შედეგი აქვს. და ამ საწყის მანძილზე რამე კურიოზს ხარ გაიხსენებდი ჩემო კარგო რამე თუ გადაგხსენია ისეთი ისტორია, ან კურიოზი ან დასამახსოვრებელი, რაც შეიძლება გაიხსენოს იმ მოგონებაც, რომ მოყე უცებ მოკლედ რამე გადაგხსენია. ჩამოსულიყავ ეს ადამიანი არის უხილესი, იმიტომ რომ მან იმდენი გააკეთა, იმდენი სცადა, რომ შოთო სიხარულიძე მაინც მოიყვანა. ეს მიუხედავად იმისა, რომ შოთოს ჰქონდა 3 საათიანი კონცერტი რუსთავში, ხეთი დაადასტურებს იმას, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გადაიდო იმის გამო, რომ აკეთან მოსულიყავი. თუმცა ჩვენ სხვანაირ რაღაცებს ვგმავდით, მაგრამ აი მეგობრების დამსახურებით და ამას დამსახურებით მოვხდით დღეს აქ და მინდა თითოეულ თქვენგანს შემოკარგებო, მინდა დაგლოცოთ, გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ეს ფილმი შეგვიძლია. გაგიმარჯო. ეს ყოფნა შემოკარგოთ შეიძლება. და მე ბუჩკი შემოკარგება ესე იგი ეს არის ჩემი საჩუქარი ეს ანდრი ბიბინეიშვილის ქართველი ემიგრანტებისგან უღრმესი მადლობა ყველა სამხელას სიყვარულისთვის დაფასებისთვის და შოთო სიხარულიძე ყოველთვის იქნება თქვენთან ერთად და ყოველთვის მოგაწვდით ვიდეოებს რომელიც თქვენ გინდათ სამშობლოს ემიგრანტები ძალიან მინატრებით მიყვარხარ ვიკითხავ ბარში ჩემს აკვავილაში ჩემს ქართველ ემიგრანტებს სამშობლოსგან შორს მაგრამ ყოველთვის სამშობლოსთან ერთად და ვიცი მე ბედნიერი ვარ არ შემიძლია არ აღვნიშნო ესეთი პოზიტიური ადამიანები რომლებიც მათ შოთო სიხარულიძეს მართლა ესე კარგად აი ჯიგრულად დახვდნენ და შოთომ თავი ისე იგრძნო როგორც მართლა საკუთარ სახში მენატრება ბაცული აღადაგიმაოთ რომ მომედა ჩვენ პატარა აღარ გიშვებთ ხო შოთო ყოველ დღე ესწორები და დაგლოცავთ შოთოს ვიტოვებ და აღარ უშვებ ბათუმელებო იმედი მაქვს რომ მაკოსთან ერთად სხვა დროსაც შევხვდებით და უკვე გამწკილებული საქართველოს იქნება ამ შემთხვევაში გაზიარებულები და აი გვეკონსტრუქციის შოთომი აღარ გავხდები. ამინ, მაგრამ გაბწყინებულ სამშობლოში. მე მადლობის თქმა არ მომბეზრდება ამ ქალბატონისთვის, იმიტომ რომ მან იმდენი გააკეთა, რომ აი ნახა მართლა შოთო და მე ბედნიერი ვარ და იცი რა არის ცოტა იყოს მეუხერხულება ამ რაღაცების აღება, მაგრამ რადგან მთელი სულით და გულით ამ ადამიანს ესეც საჩუქარი გავუკეთა შოთო სიხარულიძეს და ანდრი ბიბინეიშვილს ანდრის მოიკითხავთ და ვეუბნებთ რომ ვინ გაგვინაწყენდება იმიტომ რომ არ მინდოდა შენთვის გულისწყენა ასე რომ ჩვენში არ დარჩენა ესე მოხდა და აუცილებლად მაკოს მე ვკირდები რომ დაამატებს ანდრი იყო გაუგებრობის კი და ასე რომ მივაპატიეთ და ჩვენ შევეცდებით რომ მუსიკა იქნება ისეთი ექსკლუზიურად შოთომ და ქალბატონმა მაკო კაბანაძე შეგისურვოთ რამე ექსპრომტი
ოღონდ პაპიტო არ მოგწონთ, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ ვიცით. სიამოვნებით ვუყურებთ. მე საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ეხლა ცოტა დავლევ. ბრავო. კარგი ბიჭი ხარ, კარგი. დაგიმარჯო თქვენ. წუთი ჩამოჯექით რა. Official live. შოტიკო სიხარულიძემ დღეს მართლა ძალიან ბევრი შეხვედრა გადადო და ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანის გვერდი თქვა დღეს ეს არის კაცი ლეგენდა მართლა არაჩვეულებრივი სულის მქონე სანთლით საძებარი მეგობარი რომელიც 11 წელია მყავს და არასოდეს არ დავკარგავ და მიხარია რომ ამ ლამაზი ადამიანების კეთილგარემოში ვიმყოფებ ძალიან მიყვარხართ ემიგრანტები ფალი ჩვენ კიდევ გამნაბზობთ ლაივებს ყველა შემოგთავაზებთ ლაივებს და თქვენს გვერდით ყველა ქალბატონებს ერთად ყველა მივიცეკვათ და შოთა გაგწოვებთ რაღაც ხუთში მოხდეთ მევანდები ესეც ეკვას და გვირდებით რომ სამახსოვრო ფოტოებსაც გადავიდეთ შეძლების გაგვარად ავწევთ და კიდევ ერთხელ მადლობა მაიკოს იმისთვის რომ ესე შეცვლა გაუმართლეთ ქართველ ემიგრანტებს და არაჩვეულებრივ რესტორანს ნიშნებს და მთელი ბედნიერად გამყოფოთ მერტყე ძლება მოგცეთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში დაბრუნებულიყავით მალე აი ორ დონეს მაიკო მიდის და უსურვებს მას ბედნიერ მგზავრობას მართლა უსურვე ერთად უსურვებს დაიწყება უკვე თორე სიამოვნებით შეგისრულებდით ემიგრანტის ბედრებას შეგიძლიათ ემიგრანტი მაკა კაპარაძე უხმის ბატონ შოთა სიხარულიძეს დიდი პატივისცემა. უშტვენს კეთი ჯერი არ გაიყვიროთ დასტვენილი დავდივარ აი ავიდა გულამი ავიდა შუქიანთო აბოიე Iamana, Arabistan,
შობლის ანგელაზოს რასამაგებს უცხოების კარი იუსენამდე პარაშობლის ანგელაზოს რასამაგებს უცხოების კარი შამას მამოხი გამომასინა თვარმაიორმა კულიკატა აგასიათულად შემოვარდნილა აქსაკრაფულოდ შენს გვასვადა აგასიათულად შემოვარდნილა აქსაკრაფულოდ შენს გვასვადა შემშრომებით შემოძვირთასება მომავალ შეხვედრამდე ძალიან დიდი მადლობა მაგ კაპანაძე. დროებით. დიდი მადლობა.